შიდა კლანური დაპირისპირება თუ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის სუსი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას მიადგა. ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან გაშვების შემდეგ ნატოში ელჩობაზე ოცნებობდა, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. ანტიკორუფციული სააგენტო ექს-მინისტრის ცოლის ძმას და თავდაცვის უწყების ყოფილ თანამშრომლებს 1.300.000 ლარზე მეტის მითვისებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დანაშაული იმ დროს მოხდა, როდესაც მთავრობას ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. საეჭვია, რომ ამ კორუფციული გეგმის შესახებ მას უბრალოდ არაფერი სცოდნოდა. ახლა საინტერესოა, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ივანიშვილის ორგზის პრემიერს და სულ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ერთი დღით დაკავებული წყავდათ და მითვისებული ფულის უკან მიტანა მოთხოვეს. უფრო მეც დღევანდელი ამბების შესახებ ნათია ტრაპაიძე გვიამბობს. ნათია ტრაპაიძე ახლა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დგას და როდესაც ის მიდიოდა ჩართვისთვის მოსამზადებლად, ნახევრად ვიხუმრეთ ერთმანეთში, რომ შესაძლოა ჩართვის დროს მის უკან დავინახოთ ბორკილებ დადებული ბატონი ჯუანშერიან, რომელიმე კიდე სხვა მაღალჩინოსანი. როგორც ჩანს, ასეთი ხუმრობები ან წინასწარმეტყველებები უკვე სახუმაროც აღარ არის. ნათია, გისმენთ გვიამბეთ დღევანდელი ამბის შესახებ უფრო მეტი. ალბათ არც ისე შორეულ პერსპექტივაშია, როდესაც ჩვენ მოგვიწევს დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის გაშუქება, თუმცა დღეს მოგიყვებით იმაზე, რაც უკვე გვითხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საზოგადოებას უთხრა, რომ კორუფცია საკმაოდ ბევრი წლის განმავლობაში იყო თავდაცვის უწყებაში და ასევე თავდაცვის სამინისტროში იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარს. ამ ორგანიზებულ ჯგუფში კი ამ ეტაპზე, რასაც გვეუბნებიან, იყვნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, მისი მეუღლის ძმა ვასო მხეიძე. ეს ადამიანები ახლა არიან დროებითი მოთავსების იზოლატორში, სწორედ მოდულის შენობაში და მათ ბრალს ალბათ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გააცნობენ ოფიციალურად, რადგან უსაფრთხოების სამსახურმა ისინი მოსამართლის განჩინებით დააკავა. შესაბამისად დადგენილება უკვე მზად ექნება და უბრალოდ ეს არის პროცედურა. რის შემდეგაც გადაიყვანენ სასამართლოში და პროკურატურა მათთვის ალბათ მოითხოვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას. მილიონზე მეტი ლარის მითვისებაზეა საუბარი და როგორც დღეს სუსში დაგვიანონსეს, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირებზეც გავიდეს გამოძიება და დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფრაზა, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ადამიანი მხეიძე, რომელიც არის მინისტრ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, სწორედ მინისტრის სახელით მოქმედებდა. ანუ შესაბამისად, აქ უკვე ძალიან ნათელია, საით მიიღავს გამოძიება ანდრიო ხანაშვილის უწყებას და რას ცდილობს. ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძარცვავდნენ ქართულ ჯარს სხვადასხვა ჩინოვნიკები, იყო არაერთი მასალა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას არ აკეთებდა. საერთოდ არ აინტერესებდა ყოფილი ჩინოვნიკები თუ მოქმედი ჩინოვნიკები, როგორ შეულობდნენ მილიონებს, რითიც იშენებდნენ სასახლეებს და ასე შემდეგ. მათ შორის ძალიან უახლოეს პერიოდშიც, რამდენიმე დღის წინ, მაგალითად ლევან ხაბეიშვილი თქვენ ეთერში აანონსებდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დრო იყო უკვე მოსული, რომ მას ეგო პასუხი იმ კორუფციისთვის, რომელიც მის დროინდელ თავდაცვის სამინისტროში იყო, თუმცა ამ ყველაფერს მაშინ ქართული ოცნებაც და თავად ჯუანშერ ბურჭულაძეც უარყოფდა. ლევან ხაბეიშვილი დღეს ამბობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავადაც ყავდა დაკავებული ერთი დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა ის ახლა გათავისუფლებულია კონკრეტული დავალებით, რომ მან უნდა მიიტანოს ფული, რომელსაც მისგან ითხოვს ოლიგარქი ივანიშვილი. ერთადერთი ახლა რისთვისაც ასე ვთქვათ ჯუანშერ ბურჭულაძე დაბოდიალობს გარეთ, მოდი ცოტა უფრო გასაგებ ენაზე ვთქვათ, არის ფული. ჯუანშერი ერთი დღის განმავლობაში ყავდა დაკავებული ისევე როგორც მინისტრის მოადგილე, ის მისი ახლო ნათესავი, ისევე განყოფილების თანამშრომელი, ასევე ბურჭულაძეც. მასთან შედგა საუბარი, რომ ძმაო, ფული მოიტანე, თორე მოხვდები ციხეში. ამიტომ ჯუანშერს კიდე რაღაცა გარკვეული ვადა აქვს. პლუს ამას ღარიბაშვილზე არის მინიშნება, ხო? ღარიბაშვილს ეუბნებიან, რომ შენ არ მოიტან, აი ნახე ნელ-ნელა მოვდივარ და ეს ყულფი ვიწროვდება. ამიტომ ეს რაღაცა ბესპრეცედენტური გარჩევა ბიძინა ივანიშვილის ფულისთვის ეს უნდა გვესმოდეს და ესმოდეს საზოგადოებას. იმიტომ კი არ აკავებენ, რომ კორუფციაზე ებრძვიან ან ბიუჯეტში დააბრუნებინონ ფული. არა.
ბიზნესთვის რომ ფული მოიტანონ, მხოლოდ ამიტომ ხდება და ეს გაგრძელდება. ბურჭულაძემ შვიდად ახლა ვერ გამოიძინებს, რომ ბევრი მილიონი აქვს საშოვნელი და პლუს ამას ღარიბაშვილი, რომლის უშუალო კადრიც იყო ჯუანშერ ბურჭულაძე. და სხვათა შორის ხო ისე ცინიზმის მწვერვალია. ეს ხალხი ამბობდა, რომ რაღაცა თავდაცვის სამინისტრო თურმე წინა ხელისუფლების დროს და ამასობაში ბიზნესმა მეუთხრა, ხო? რომ თქვენ გაძარცვეთ ჯარი, თქვენ ძარცვავ ჯარს. დღეს დაგვიწერეს, რომ 1.300.000 დარწმუნებული ვარ, რომ ათობით მილიონზეა საუბარი და ერთი დეტალიც უნდა გითხრათ. მის ახლობელზე, რომელზეც არის საუბარი, არსებობს ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ კოლ-ცენტრსაც ხომალ ფლობდა, ოღონდ იმას ვერ იტყოდნენ, რომ ჯუანშერის ახლობელზე აი კოლ-ცენტრიც ჰქონდა და ამიტომ დავაკავეთ. თუმცა დაკავებულია, ხო ეს კონკრეტული პირი. სხვათა შორის, მოდი ვკითხოთ, აბა ჯუანშერს. გარდა კორუფციული გარიგებებისა, ამ კაცს ვინც დააკავეს, მისი ნათესავი, სუსმა რომ მოყარო ნათესავიო, კოლ-ცენტრიც ხომ არ ქონდა პირსახოციდან დაწყებული. ანსაცმლით გაგრძელებული ყველაფერში ფულს შოულობდა. პირსახოცშიც კი შოულობდა ფულს ჯუანშერ ბურჭულაძე. ცხადია, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით იქნება გადაფლანგვა ფულის მოპარვა, მაგრამ ეს არ აინტერესებს ბიზნესს და არ აინტერესებს კობახიძე მდინარაძეს. აქ თავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ რაღაცა საქმეს ნახა უცებ, არ არის პრობლემა, ერთი გადმოიღე, მეორე თაროდან, მესამედან, მეოთხედან, თავარი რა ამოცანა რა არის, რომ დაგიჭერ თუ შენ ფულს არ მოიტან. თუ არ გჯერა, აგერ შენი მოადგილე ციხეში, აგერ შენი ნათესავი ციხეში, აგერ დავიწრო და წრე. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბურჭულაძეც, ჯუანშერს გულისხმობს ცხადია და ასევე ღარიბაშვილს. როგორც უკვე გითხარით, ჯარში რომ პრობლემები იყო და თავდაცვის უწყებაში შესაძლო კორუფცია, ამაზე ძალიან ბევრი წელია უკვე კეთდება სხვადასხვა საგამოძიებო მასალა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები სულ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვა, რადგან იყო გარკვეული მინიშნებები იმაზე, რომ კონკრეტული ჯარისკაცების ფულს შესაძლოა მაღალჩინოსნები იყენებდნენ და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ გამჭვირვალობას. ალბათ მაყურებელს ემახსოვრება იგივე ფეხსაცმლის სკანდალი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში იყო და როგორც მაშინ აღმოჩნდა, უხარისხო ფეხსაცმელს აცმევდნენ ჯარისკაცებს, ასევე საკვებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა ამ ყველაფერზე თავდაცვის სამინისტრო და სხვა საგამოძიებო უწყებები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაშინ დუმდა და არაფერს არ ამბობდა. ახლა სწორედ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც დღევანდელმა დაკავებებმა გააჩინა, არის ის, რას აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ. რატომ ვერ იღებდა ინფორმაციას ლილუაშვილის უწყება კონკრეტული ჩინოვნიკების ასეთ ორგანიზებულ მითვისებასთან დაკავშირებით? ჩვენ ვესაუბრეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტს ანდრო გოცირიძეს, რომელსაც აქვს კონკრეტული შეკითხვები ამ მიმართულებით და ის იმედოვნებს, რომ ახლა მაინც გაეცემა ამ შეკითხვებს პასუხი. თურმე ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მართავდა სულ რამდენიმე წლის წინ და იმსახურებდა დიდ ქებადიდებას, თითქოს და სამხედრო აღშენებლობის წარმოების თვალსაზრისით, თურმე ყოფილა კორუფციაში ჩართული და ჩვენი ჯარისკაცების, მართლაც გმირი სამხედროების ხარჯზე თურმე მდიდრდებოდა ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გარეშე. სწორედ ეს არის სუსის განცხადებაში როყვანილი. უფრო მეტიც, თურმე მინისტრის უახლოესი ნათესავი თავის ბიზნეს პარტნიორებს არ წმუნებდა და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ მათ გარანტირებული ჰქონდათ მოგება ამა თუ იმ ტენდერის და ისე იქმნებოდა ეს ყველაფერი, მოკლედ დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მის სამოქალაქო ნაწილში და ძალიან საინტერესოა ეს რამდენიმე წლის წინ რატო ვერ შენიშნა უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც დაკავებულია შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც შემდგომ მინისტრის მოადგილე იყო, ბუნებრივია, ახლა მინისტრის გარეშე ეგ საკითხი ვერ მოხდებოდა მინიმუმ გულგრილობის თვალსაზრისით. და მაქსიმუმ ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ასეთი სქემები ლაგდება უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ვინც არ იცნობს უსაფრთხოების სისტემის მუშაობის სპეციფიკას, მას შეიძლება გამორჩეს ხედველობიდან, მაგრამ სინამდვილეში ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ორგანოებს ოპერატიული მეთვალყურეობა აქვთ თავდაცვის სისტემაზე, სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს იქ უმნიშვნელოვანესი, ვთქვათ, შეიარაღების, საბრძოლო მასალების, გდებათ ჯანდაცვის გარკვეული ინსტრუმენტების, აი ესე შესყიდვა და თავდაცვის ბიუჯეტის გაპლანგვა და ეს ახლა ხდება მხოლოდ ცნობილი, როდესაც ანუ იქ პოლიტიკური ჰაერი შეიცვალა, ვთქვათ, ატმოსფერო შეიცვალა. ხო, ეს არის ზუსტად 3 წლის წინ, 5 წლის წინ რატო არ ვიცოდით ეს ამბავი? და ვინ
ვინ იქნებიან შემდეგები, ვისაც მოუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელბორკილებით მოსვლა, რა თქმა უნდა, სია შესაძლოა გრძელი იყოს, თუმცა ბოლო პერიოდის დაკავებები მხოლოდ რამდენიმე გვარზე მიანიშნებს. ამ შემთხვევაში მაგალითად თითქმის გადაწყვეტით ამბობენ კონკრეტული ადამიანები, რომ რიგში არის ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან ყველა პირი, რომელიც დაკავებულია ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყვნენ სწორედ მისი გარემოცვის წევრები, მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე იყო მისი მემკვიდრე და ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულები არიან გიორგი ხაინდრავა და ვლადიმერ ყუდუშაური, თავდაცვის სამინისტროში მიიყვანა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც ის იყო მინისტრი. შესაბამისად, პასუხისმგებლობა თუ ისინი კორუფციაში იყვნენ ჩართულები, ეკისრება ღარიბაშვილსაც მინიმუმ, რომელიც იმ პერიოდში იყო უკვე პრემიერ-მინისტრი. თუმცა ღარიბაშვილის გარდა კიდევ ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანია სიაში და ალბათ მომდევნო დღეებში ამას უფრო კარგად გავიგებთ. კიდევ ერთი ახალი დეტალი, რომელიც ღარიბაშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ ღარიბაშვილების ოჯახის ეგრეთ წოდებული მოურავი კაკაშა, ასე იცნობენ მას დედოფლის წყაროში, ზურაბ გონაშვილი არის ნაცემი. ჩვენ ვცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმება და როგორც გვეუბნებიან დედოფლის წყაროში ყველა მიცის ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ასე ღიად არ საუბრობენ. როგორც ჩანს, არსებობენ თვითმხილველების პირდაპირ შემსწრეები თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამბის მცოდნეები მაინც არიან, ვინც იცის გონაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით და ისიც, როგორც ამბობენ, ცემეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ღარიბაშვილებს აქვთ გარკვეული ფული მისატანი სადღაც. ვინ იქნებიან შემდეგები? თქვენ რას ფიქრობთ? კუკუშას ცემის შესახებ რამე იცით? აი ღარიბაშვილის ისუარი, რა ქვია. ხო, მე ვიცი რომ ფიზიკური ანგარიშწორება მოხდა მის წინააღმდეგ. გადასამოწმებელია მოიკითხეთ, იქნებ ასეც არის. მე რა ინფორმაციაც მაქვს ღარიბაშვილის ან თავარ ასე ვთქვათ ადამიანს, რომელიც ესე ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია, ყველამ კარგად იცის, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სწორედ ფულის გამო, რაღაცა კონკრეტული ფულები აქვს მოსატანი. შესაბამისად გესმით ხო, რომ ღარიბაშვილი არის შემდეგი, კი? გომელაური, რომელსაც გენინსპექციის ხელმძღვანელი გაექცა, დაუტყდა ცხადია მასაც პრობლემა აქვს და ისევე როგორც ლილუაშვილს. არსად არ წასულა ის საქმეები, რიჟვაძის საქმე უბრალოდ შეანილა პროცესი. თუმცა ეს რაღაცა შიდა გარჩევები, რომელიც მისულია ლამის სროლამდე, ხო და ლამის არა ერთ შემთხვევაში უკვე ისროლეს და ეჭვმაკ რომ სხვა შემთხვევაშიც გააგზელებენ ამ ბესპრეცედენტურ გარჩევებს, ეს გაგზელდება ლილუაშვილზე, ღარიბაშვილზე, გომელაურზე, კალაძეზე. ოღონდ ამ შემთხვევაში აი ამ რამდენიმე დღეში გაირკვევა კალაძე მოიგებს თუ დინარაძე. ნახოთ, ყველაფერი გაირკვევა მომდევნო დღეებში. ამ ეტაპზე დადასტურებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, მისი შესყიდვების უფროსი და მისი ოჯახის ახლონათესავი არიან ამ დროისთვის მოდულში, დროებითი მოთავსების იზოლატორში და სავარაუდოდ ხვალ ისინი უკვე წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ უკვე თავად ჯუანშერ ბურჭულაძესთან და მის ზემდგომებთან დაკავშირებით, ამასაც მომდევნო დღეებში გავიგებთ. მადლობა ნათია ტრაპაიძეს, როგორც ჩანს დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგვიწევს, იმაშიც ვეთანხმები ამ შემთხვევაში უკვე ლევან ხაბეიშვილს, რომ როგორც ჩანს თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა, ეს პროცესები ოდნავ შეანელა, თუმცა ახლა როგორც ჩანს ახალ სიჩქარეს კრებს. ნახავთ ჩვენ ამას ყველაფერს, სხვათა შორის დღეს ცადეს ჟურნალისტებმა, მათ შორის ფორმულას გადამღების ჯგუფი ბატონი ჯუანშერის საცხოვრებელ სახლთანაც იყო მისული, მისმა მამამ თუ შეიძლება ითქვას ასე ირიბი კომენტარი გააკეთა იმ მხრივ რომ მათ არაფრის თქმა ამ ეტაპზე არ შეეძლო და მხოლოდ ამით შემოიფარგლა. მე ამ ბოლო წუთებამდე ვამოწმებდი ბატონი ჯუანშერის სოციალურ ქსელსაც, მაინტერესებდა რაიმე განცხადება ხო არ გავსელდა მის მიერ ზოგადად ბატონი ჯუანშერი სხვა მინისტრებისაგან განსხვავებით ამ წლების განმავლობაში შეუდარებლად გულუხვი იყო, მოსაუბრე მინისტრი იყო და იმის შემდეგაც იძლეოდა ხოლმე ინტერვიუებს კრიტიკულ არხებთან მიმართებაში. დღეს ის არ ჩანს საერთოდ და ველით რომ რაღაცა შინაარსის განცხადებას მაინც გააკეთებს. არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მომხდარზე, მათ შორის არც თავდაცვის მოქმედ მინისტრს, რეჟიმის მოქმედ მინისტრს და არც თავდაცვის სამინისტროს. თუმცა ყველა კარგად ხვდებით, რომ ის რაზეც არის საუბარი, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მასშტაბებით არ შემოიფარგლება ივანიშვილის პოლიტიკურ კარტელში მასშტაბური გარჩევები, როგორც ჩანს ფინალურ თუ არა, ყოველ შემთხვევაში კულმინაციურ ფაზაში გადადის.